ღალატი მოხდა თუ არა და ფაქტია რომ მოხდა. რომ ადგილი შესაძლოა ქონოდა დიდ ღალატს. თუნდაც ვიცოდეთ, ვინ არის კონკრეტულად ის მოღალატე. ჩვენ შევდივართ იმ სპირალში, სადაც თუ არ იქნა, აი ეს სწორი ადეკვატური ინფორმაცია მიღებული 3-4 თვის განმავლობაში მე რასაც უყურებ, მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის დაჭმა იქნება აქ ერთადერთი დღის წესრიგის ნაწილი. უკან ყურება და 4 ოქტომბერს რა მოხდა და ვინ ვის უღალატა და ასე შემდეგ ამაზე საუბარი არსად არ მიგვიყვანს. ერთადერთი რაც ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ არის რომ ახალი პოლიტიკური კლასი უნდა წამოვიდეს ამ ქვეყანაში, ახალმა სახეებმა უნდა მართონ პროცესები და არა იმ ადამიანებმა, ვინც 90-იანი წლებიდან მოყოლებული პოლიტიკაში არის, ხო? სანამ ესენი, სანამ აი როგორც სირცხვილია განადგურდა, ისე უნდა განადგურდეს აი ეს დაიტოვეს შპინგალეტები. მანამდე არაფერს არ გვეშველება. აბა ვინ არის ლიდერი? ვინ არის ლიდერი? არ ხავს მაგ პროტესტს. როგორ შეიძლება ერთი წელი რამე საკეთებდა ლიდერი? ესე იყო არასწორია, დიდაკლე დაფიქრდი. როგორ ლიდერი შეიძლება არ დაიბადოს 1 წლის განმავლობაში, ბურჭუარი ლიდერი 1 წლის ბოლოს? ესე იგი ყველაფერი არასწორად კეთდება, იმიტომ რომ პროტესტი ხელოვნურად არის მოწყობილი ისე რომ ლიდერებს არ ბადებდეს. მაგრამ არ მინდა ხა გავიმეორო იაგო რასაც ამბობს, ანუ კატასტროფულად არ მინდა ერთადერთ ნაწილში, სადაც ვნახე რომ ისი თანამოაზრე ვარ. პროცესი წარმოიდგინე, ამდენი პატიმარი ყავს, ამდენი რაღაცნაირად ირგვლივ, ამდენი სწორი, კარგი ადამიანი, განათლებულები, აი არ ვიცი, არაფერი არ აკლია ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, პროტესტში მყოფ ადამიანებს. ერთი ლიდერი ორი, ანუ პროცესმა ვერ შექმნა, ეს რას ნიშნავს? ძალიან არაჯანსაღი გარემოა.